მეგობრობა და სამართლიანობა ამ სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის პრეზენტაცია გორში მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც ზურაბ მეზვრიშვილი იყო. მისი თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ ხალხს რუსეთთან კეთილმეზობლობის შესახებ ესაუბრონ. შეხვედრაზე მოწვეული იყო პუტინის თანამოაზრე ვლადიმერ ხომერიკიც. Ამდენი შეხვედრა არის მეგობრული, დავაფუძნეთ ორგანიზაცია, რომელსაც დავარქვით მეგობრობა და სამართლიანობა. არაპოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაცია ჩვეულებრივი. სხვა არაფერი. მოვიწვევთ სტუმრები ამისთვის, რომ მოესმინათ ჩვენი აზრი, ჩვენი იდეა, ჩვენი იდეოლოგია, ჩვენი მიზანი არის ყველა მეზობელ ქვეყანასთან კეთილმეზობლური და კარგი ურთიერთობების აღდგენა, როგორიც ჰქონდა ძველად. რუსეთის გარდა ბევრი მეზობელი ქვეყანა გვყავს გარშემო. უბრალოდ ერთ-ერთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი რუსეთია. ჩვენ გვინდა ეს თუ არ გვინდა ეგრეა. და მართლმადიდებელი ქვეყანა და პატივსაცემ პირადად მე ძალიან დიდ პატივსაცემს. მასთან რუსეთთან როგორ ხედავთ მოგვარების აი ესე მშვიდობიანად, რა თქმა უნდა. ხო. კი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, მეგობრული გზით, აი ესე იმითი რომ დავანახოთ რომ ჩვენ არ გვიზღება რუსები, არ გვინდა მათთან ჩხუბი, ომი, უბედურობა. პირიქით გვინდა მეგობრობა, სავაჭრო ურთიერთობებიც გვინდა და ყველაფერი, რატომაც არა, რატო არ უნდა გქონდეს, ხო? მეზობელია, რაც არ უნდა იყოს და ვერ ავწდებით, ამას ვერანაირად. ჩემი მოწვევით მოვდანდა, ჩემი უფროსი მეგობარია ბატონი ვლადიმერ ხომერიკი და მე მოვიწვევ მინდოდა რომ დასწრებოდა ამ ჩემი ორგანიზაციის გახსნას. მე ხშირად დავდივარ, ეს არის ჩემი სამშობლო საქართველო, ჩემი დაცოცებები და მეგობრები აქ ცხოვრობენ, დავდივარ როცა მინდა და როდესაც გამიხარდავთ. მემდელი მიზანი გორში ჩამოსვლის არის ის, რომ ჩვენი მეგობრები აგერ შექმნეს ახალი საზოგადოება, რომელიც ქვია მეგობრობა და სიმართლიანობა. და ამ პატიჟის აგერ პრეზენტაციაზე და მე მოვედი რომ ნახო როგორ ცხოვრობს ჩვენი ქართველები, რა მოთხოვნები აქვს, რა ატუხებს, რა არ ატუხებს, ჩემი აზრის გამოვიტანო მაგით და რით შემიძლია დავეხმარო ჩვენ ხალხს და ჩვენ სამშობლოს. შეხვედრას ესწრებოდა პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი თემურ შაშიაშვილიც. მოვედი მომცემენ სიტყვას ვიტყვი. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ რუსეთიც არც თავზე დაჯენა შეიძლება და არც ამერიკის. და არც კიდე ისეთი ურთიერთობა შეიძლება, როგორიც გვაქვს. ჩვენი პოზიცია დევს ამ ორ წიგნში, რომელსაც ბიბლიოთეკას დაუტოვებთ აქ. ამ წიგნს აწერია ქართული, მხოლოდ ქართული გზა. ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ვეჭობ რომ სიტყვას მომცემენ, მაგრამ თუ მომცემენ, ამ დარბაზშიც ნაკლები მხარდამჭერი მეყოლება, მაგრამ მოვედი უშიშრად და მოვედი პატივისცემით. ღონისძიების დაწყებამდე მალევე დამსწრეებმა დარბაზის დატოვება დაიწყეს. მათი ნაწილი ამბობდა, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია თუ რა შეხვედრაზე მიდიოდნენ. ნაწილი კი აცხადებდა, რომ მათ რამდენიმე ხნის წინ ერთი პიროვნების ანგარიშზე შეიტანეს თანხა და აუხსნეს, რომ ბიზნეს პროექტებს დაუფინანსებდნენ. ისინი კი სწორედ ამ ბიზნეს პროექტებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე მოდიოდნენ, თუმცა მათ სხვა შინაარსის ღონისძიება დახვდათ. რატომ ტოვებთ შეხვედრას რომ რატომ ტოვებთ შეხვედრას? დამთავრდა ისედაც. ბოლო გამოსვლელი ცოტა. ანუ აი რა გქონდათ, რა მოისმინეთ თქვენ, აი მნიშვნელოვანი რა იყო თქვენ? მისთვის შესახვედრადაც მოხდით არ გამოსვლა. ხომერი. მე მგონია რომ შაშიაშვილი იყო. მე გვიან მოვედი და მაშინ არ გავა, რა ქვიდგები, არ მივდივარ. აი რომ მოგიყვანეს, რაზე მოგიყვანეს? იაღუელები შეკრება. აი რატომ იყავით მობრძანებულები და რატომ მიდიხართ, რატომ დატოვეთ შეხვედრა? ერთი გვეხმარებია და ჩვენ იმედით ცხრებივით წამოვედით და რა ვის არის ადიხე შეხვედრა. პროექტზე დაგვირმეკია დამირეკე. და პროექტზე აი ეს არის რუსეთის თაღლითური თავიდან რომ რა დახმარება და ეხლა რა გითხრათ, რო გითხრათ კარგად. ვაიმე, პროექტები დაგვაწერინეს დაფინანსებასთან დაკავშირებით შემოდგომით. 10 ლარი ჩავრიცხეთ ვიღაცის ანგარიშზე TBC ბანკში და ეგ ვიცოდით და მოვედით მაგით. და რო დატოვეთ დარბაზს რა დატოვეთ? არ ვიცოდით, რომ ამაზე იყო შეხვედრა. და რო წავიდა ეგეთი ლაპარაკი დავტოვეთ. როგორ ლაპარაკი? რაც იყო, რაც ლაპარაკი. იქნება დაფინანსებაო მაისში. თქვენ ვისთან გქონდათ კონტაქტი, როდესაც გითხრეს, რომ ეს დაფინანსება იქნებოდა? აი მე არ ვიცი, არც გვარი ვიცი, არც სახელი, არ ვიცი.
ანუ თქვენივე სოფლიდან ბევრი იყვნენ ასეთი. გრძალია დვანელების. ანუ დვანიდან. სხვებიც იყვნენ თქვენს მსგავსად. კი, რამდენი ოჯახი? 30 დაახლოებით. ეგ ჩვენთან ნამდვილად არაფერში არ არის. მე პირადად ეგეთი რამე არც არავის არ დამივალებია, არც გამიკეთებია პირადად ეგეთი რაღაცა. მე არა ვარ ის ადამიანი, ვინც ხალხს ატყუებს და რაღაცა სისულელებს აჯერებს რა. პირიქით. შეხვედრის ორგანიზატორმა ზურაბ მეზურიშვილმა კი ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას თავში დახვეული ქაღალდი ჩაარტყა. რა ჩაგარტყა? აბარავი მობილური იყო, რა იყო, თუ რა იყო, ჩამარტყეს. ის ბატონი იყო, გეტყვით ახლა მართალი გითხრათ, რომ გინდა გითხრათ ხო? მე ვიცი რომ ის იყო ჟურნალისტების შემოგზავნილი პროვოკატორი. აი ეგ ბატონი, რომელიც იგინებოდა შეურაცხყოფას აყენებდა ეგ საზოგადოებას და ავიყვანე და გამოვიყვანე გარეთ. გამოვარდა საზოგადოება. ფურცელი მაინც ყოველ შემთხვევაში წავარტყეს ცოტათი. ცოტათი, რა ვიცი, მაინც რა ხდება. შეგახსენებთ, რომ ამერიკის გამოჩენას შეხვედრაზე პროტესტი მოჰყვა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა ისტვენით და შეძახილებით გაატარეს. მოგვიანებით კი შენობის წინ, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა, პუტინის სურათები დაწვეს.